22 საინტერესო ფაქტი პალასიო რეალ დე მადრიდის შესახებ. პალასიო რეალ დე მადრიდ არის ესპანეთის ყველაზე დიდი სასახლე. იგი ასევე ერთ-ერთი უდიდესია ევროპაში. მას აქვს 135,000 კვადრატული მეტრი ფართობი და 3,418 ოთახი. პალასიო რეალ დე მადრიდ ოფიციალურად ესპანეთის მეფის რეზიდენციაა, თუმცა დღევანდელი მონარქები, მეფე ფილიპე მე-6 და მისი ოჯახი არ ცხოვრობენ აქ. სასახლე ძირითადად სახელმწიფო ღონისძიებებისთვის გამოიყენება. სასახლე აშენდა ფილიპე მე-5-ის ბრძანებით, რომელიც მეფე ლუი მე-14-ის შვილიშვილი იყო. ის შთაგონებული იყო ვერსალის სასახლით. სასახლის დიზაინი იტალიელ არქიტექტორებს ფილიპე ჯუვარასა და ჯოვანი ბატისტა საკეტის ეკუთვნით. სასახლის აშენება 26 წელი მიმდინარეობდა. მისი მშენებლობა დაიწყო 1738 წელს და 1764 წელს დასრულდა. სასახლე აშენებულია მადრიდის მაღლობზე, მდინარე მანსანარესის მახლობლად, რაც მას ბუნებრივად სტრატეგიულ პოზიციას ანიჭებს. სასახლეში რეგულარულად იმართება სახელმწიფო მიღებები, ბანკეტები, ოფიციალური ვიზიტები და მნიშვნელოვანი ცერემონიები. ტრონების დარბაზი ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ოთახია, რომელიც გაფორმებულია გობელენებით, მარმარილოთი და ლომის ქანდაკებებით. სასახლეში არის ესპანეთის სამეფო იარაღების ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი კოლექცია, რომელიც მოიცავს მე-13 საუკუნის უნიკალურ ნივთებს. სასახლეში ინახება დიდი მხატვრების ნამუშევრები, როგორებიც არიან ფრანცისკო გოია და ველასკესი. პალასიო რეალ დე მადრიდის სამზარეულოები ერთ-ერთი ყველაზე ძველი და კარგად შემონახული სამეფო სამზარეულოა მთელს ევროპაში. სამეფო სასახლის ჭერზე გამოსახულია უნიკალური ნამუშევრები ისეთი ცნობილი მხატვრების მიერ, როგორებიც არიან ჯოვანი ბატისტა ტიეპოლოსა და ანტონ რაფაელ მენქსი. სასახლეში ინახება 200-ზე მეტი საათი, მათ შორის არის უიშვიათესი საათები, რომლებიც მე-18 საუკუნისაა. სასახლეში მდებარე სამეფო სასადილო მაგიდა 140 ადამიანს იტევს და ერთ-ერთი ყველაზე გრძელი მაგიდაა მთელს ევროპაში. სასახლეს აქვს მუსიკის ოთახი, რომელიც ცნობილია თავისი მუსიკალური ინსტრუმენტების კოლექციით, მათ შორისაა სტრადივარიუსის ვიოლინოები. სასახლეს ჩრდილოეთით აქვს ასტონიანი კარი, რომელიც ხისგან არის დამზადებული და რკინით არის გამაგრებული. სასახლეს აქვს უნიკალური სამეფო ბიბლიოთეკა, რომელიც ინახავს უძველეს წიგნებს, ხელნაწერებსა და ისტორიულ დოკუმენტებს. პირველი ოფიციალური ცერემონია სასახლეში 1764 წელს მეფე ჩარლზ მე-3-ის მიერ გაიმართა. სასახლეში ინახება ესპანეთის სამეფო რეგალიები, მათ შორის გვირგვინი და სამეფო კვერთხი. სასახლის გარკვეული ნაწილები ღიაა ტურისტებისათვის, რომლებიც ყოველდღიურად ათვალიერებენ მის შთამბეჭდავ ინტერიერს. პალასიო რეალ დე მადრიდს 870 ფანჯარა და 240 კარი აქვს. სასახლეში ასევე არის სამეფო ეკლესია, სადაც მრავალი რელიგიური ცერემონია ტარდება.